ესეთი ტრადიციული და ფართო გაგებით ოჯახი გულისხმობს შვილებსა და მშობლებს, თუმცა ოჯახის სტრუქტურული ვარიაციები შეიძლება უსასრულო იყოს. ზოგ შემთხვევაში მაგალითად ოჯახს უძღვება მარტოხელაქრივი ქმარს ან ცოლს გაშორებული მშობელი, რომელიც ერთმანეთს უთავსებს მუშაობას და ბავშვის აღზრდას. ბავშვების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს ოჯახში, რომელმაც იშვილა ან დედინაცოლთან, მამინაცოლთან იყოფს ოჯახურ კერას. ზოგიერთ ოჯახში ერთჯერ ქვეშ მშობლებთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ ბებიები და ბაბუები. ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ერთობა, მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი საერთო მახასიათებლები. ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრება ემოციურად, მატერიალურად და ფიზიკურად დაკავშირებულია ერთმანეთთან და ისინი ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობას ინაწილებენ. იდეალური ოჯახი, ისევე როგორც იდეალური ადამიანი არ არსებობს. მართალია, ოჯახური ცხოვრება ხშირად რომანტიზებულია, მაგრამ რეალურად ის კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე წარმოუდგენელია. იქ სადაც სხვადასხვა თაობის, ინტერესების, პასუხისმგებლობის და როლების მქონე ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ბუნებრივია იჩენს თავს სირთულეებიც. მათ მოსაგვარებლად კი აუცილებელია ერთობლივად ოჯახის ყველა წევრის ჩართულობა. უფრო მეც ოჯახურ ურთიერთობებზე პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპევტი, კოუჩი, ICF-ის წევრი ლალი ბადრიძე მოგუყვება. ჩვენი საამაყო თანაწამყვარი. ეხლა ჩვენთან რო ამოვიდეს ის ტიტრი, ის შეიძლება დაგფაროს ეს. კი. ელექტრაზე, ლალი როგორ რანაირად ვიგა ამაზე რატო უნდა კითხო როგორ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტს რანაირად უნდა კითხო როგორ რა ისე რა რაღაცა დღეს ვერ ავარ კარგად ესე რო გიპასუხოს ხო დაგეკითხა საერთაშორის მე მგონია რომ ყველა ადამიანს ერთ-ერთი შეგრძნებები გვაქვს უბრალოდ ლალიმ კარგად იცის როგორ მართოს საკუთარი ემოციები ხო არა ვერ დაგეთახა ემოციების მართვა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ შინაგანი განწყობა რა არის იცი, როცა მიმღებლობა გაქვს ძალიან დიდი და ხვდები რომ ის ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც არიან და იღებ ისეთებს, როგორებიც არიან, პრაქტიკულად არ ბრაზდები. მაგრამ მოცემულობაა, ასეთი. აი, ამას ვამბობ. ყველაფერს უძებნი ახსნას. ის რა, უბრალოდ იღებ ისეთს, როგორიც არის და არ ცდილობ რომ გადააკეთო. შენი დამოკიდებულება ეხა ოჯახზე რო გადავიდეთ, აი ზუსტად აქედან გამომდინარე. ხო, ეს ძალიან ესე თემაა. თან ოჯახში უფრო რთულია, ხო, ამ ყოველფრის გაკეთება, იმიტომ რომ სამსახურში ისეთ ადგილსაც ცოტა დროს ატარებ, კიდევ შესაძლებელია რომ მართო საკუთარ თავი. ოჯახში. ოჯახი, ხო, ორი ადამიანი ქმნის ოჯახს. ორივე მოდის სხვადასხვა ოჯახიდან, ანუ სხვადასხვა სისტემიდან, სხვადასხვა კულტურალური შეხედულებები აქვს, სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვს. იმას მოაქვს თავისი ოჯახი, ამას მოაქვს თავისი ოჯახი. და მე ძალიან ძნელია, როცა ადამიანი შედის უცხო გარემოში, უცხო ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებისთვის, ხო, ძალიან რთულია. ამიტომ მე ვამბობ ხოლმე, რომ თუ შესაძლებლობაა, თავიდან წყვილმა უნდა იცხოვროს ცალკე. იმიტომ რომ მე რო ჩემი მაქვს მოტანილი ეს კულტურული ღირებულება თუ საერთოდ შეხედულება ნებისმიერ თემაზე, შენი და ცალკე უფრო ვლაგდებით და ჩვენსაც პოულობთ. მოდი, ეხლა ჩვენსაც ვქმნით. აი ხა ეს უნდა გავმიჯნოთ ორად. ეხლა ვიხებით ძალიან სენსიტიურ ამბავს რა. აი ეს წყვილების ცალკე ცხოვრება და ჩვენი კულტურისთვის ალბათ კიდე ბევრ ქვეყანაში ესეთი არა ნახიაჩიო, მე არ დამიმთავრებია, ანუ თავიდან არის აუ. ხო. თუმცა მე შესაძლებელია რომ მე გეთანხმებით პროცესი როცა მიდის. აი მე გეთანხმებით, მადმედიოდი, მე გეთანხმებით აბსოლუტურად. მაგაში რომ წვილის ცალკე ცხოვრება თავიდან მით უმეტეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთის უკეთ შეცნობის, გაცნობის რაღაცა. ყველაფერს იზიარებ, ხო? ოთახს იზიარებ, საძინებელს იზიარებ, საბაზაროს იზიარებ. ანუ არ არის ადვილი და მარტივი მოცემულობა. მაგრამ მე ამის წინააღმდეგ კონტრარგუმენტი გამიგა თვითონ ესეთი წყვილებისგან, რომლებიც ამბობდნენ რომ აი მე რომ მაგალითად ცალკე გადავსულიყავი და დედაჩემი ჩემთან არ ყოფილიყო და არ დამხმარებოდა, მე ძალიან გამიჭირდებოდა. რა ფენომენთან გვაქვს შეხება ესე დროს ხალხო? როცა საუბრობთ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს ძალიან საინტერესო გამოწვევა იყოს, მაგრამ მეორე მხარე ქონია, რომელიც არაერთი არგუმენტი მომისმენია, როგორც უკვე თქვი, რომლებიც ამბობენ რომ პირიქით მე ძალიან გამიჭირდებოდა. გაუჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ შექმნე საკუთარ კულტურას, საკუთარ ოჯახს, საკუთარ ტრადიციებს. ნახე, ჩემი ოჯახი არის უპირატესი. როცა მე უკვე ცალკე ვქნი ოჯახს, ჩემი ოჯახი ეს ოჯახია პირველ რიგში. მე რა თქმა უნდა, მშობლების ოჯახი, ბებია-ბაბუების ისიც ჩემი დიდი ოჯახია, მაგრამ ჩემი პატარა ოჯახი არის ჩემი. იმათ არიციან ცალკე ცხოვრება რა იყო და იმიტომაც გამიჭირდებოდა, გაუჭირდებოდა, მაგრამ შეგუება უფრო მარტივად ხდება, ქალი ქალად ყალიბდება, კაცი კაცად ყალიბდება და ერთად ქმნიან
თავიანთ ოჯახს, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ტრადიციები არ ექნება, მაგრამ თავისი ექნება, უნიკალური ექნება და ნახე ჩემი მიმართულება ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიაა და ერთ-ერთი მთავარი ღერძი რა არის, რომ განსხვავებულები კი ვართ ჩვენ კულტურით ერთმანეთისგან, მაგრამ ამა კი არ უნდა დაგვაშოროს. პირიქით, რაც შენთან მომეწონება წამოვიღო, რაც შენ მოგეწონება წამოვიღო, იმიტომ რომ ჩვენი ჩამოყალიბებული სტერეოტიპები გვაქვს და მოკლედ ერთ ამბავს მოგიყვებით. გოგო გათხოვილია ახალი რა და გადაწყვიტა რომ ქმარს ასიამოვნოს, ოჯახში ცხოვრობენ დედა, ბებია და ქათამი უნდა შეუწვას. გაამზადა ხა წვავს ამ ქათამს და ქმარი შემოდის და აუ რა კარგიაო რომ ქათამს აკეთებო და შეხედა და ფეხები არ მოგიჭრიაო და არაო რატო უნდა მოვაჭრაო? რას ქვიაო რატო ესო წესიაო კაცო დედაჩემი ესე აკეთებდაო. წამოდი ვკითხოთო დედაჩემსო და ეს გოგო გაოცებულია მიდიან ეკითხებიან დედამთის რომ აიო დედაო ქათამსვავსო ფეხები არ მოვაჭრაო და აუ როგორ არ მოვაჭრიო ფეხები რატო უნდა მოვაჭრაო იმიტომ რომ წესიაო და ვინ თქვაო და აი დედაჩემი ესე აკეთებდა მივიდე ბებიას ბებიაო აი ესო ქათამსვავსო ფეხები არ მოვაჭრაო და ესო რანაირად გააკეთაო და შეხო აჭრიდიო ფეხ მე ვაჭრიდი იმიტომ რომ პატარა ღუმელი მქონდა ოდა აი ეგრე აკი შეიძლება გახდეს კონფლიქტის მიზეზი რა თქმა უნდა კი დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნება და ნახე აჩო ერთი კიდე რასაც ამ ბოლო დროს ხშირად ვეჯახები არის ის რომ ახალგაზრდება გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა მაგრამ ან ერთი მხარის დედას და მამას არ მოწონს მეორე და ვაიმე ეს თართო გავრცელებული ეს არის ეხლა ეს უწყინარი იყო წინა თემა ფეხებს მოვაჭრეთ აი ხა არის მართლაც საწყისი ეს თემა საიდანაც იწყება ძალიან დიდი და ესეთი საფუძვლიანი პრობლემები ოჯახში როგორ შეიძლება დაიწყოს ოჯახში კარგი და ბედნიერი ოჯახი როგორ შეიქმნას, როცა ამ ხელა წინააღმდეგობებს აწყდებიან, ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე, არ აქვს. იცი რა, მშობლებს გონიათ ხოლმე თავისი შვილი სულ პატარა. და ექცევიან ისე როგორც პატარას. თუ შვილმა გადაწყვიტა რომ ოჯახის შექმნას, ეხლა მე და შენ მანამდე საუბრობდით, ხო? 18 წელს ვიყავი ოჯახი რომ შევქმნენიო. არავის არ გაუხარდება რომ 18 წლის შვილი რომ გადაწყვეტს ოჯახის შექმნას, მაგრამ ატივის წეს ხო შენ გადაწყვეტილებას ყავს საყვარელი ადამიანი რომელიც გიყვარს მასთან ერთად გინდა ყოფნა და მავიწყდება რომ ეს ჩემი ოჯახი აღარ არის ჩემი შვილი არის დიდი მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რა მინდა მე ჩემი შვილისთვის სინამდვილეში მინდა რომ ბედნიერი იყოს მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ არ იყოს ბედნიერი არ ვიღებ მის მეუღლეს იმიტომ რომ მე არ მომწონს მაგრამ მე რა შუაში ვარ ხო თავარია რომ მას მოწონდეს ის იღებდეს და მე უნდა ვიხარო ჩემი ბედნიერები თუმცა ხალხში ძალიან კი ეგრე გამოდის იმიტომ რომ მე დაკვირებული ვარ რომ მშობლებს გვაქვს ეს ჰიპერმზრუნველობა ხო თან სუგონია რომ ჩვენი შვილი არის უნაკლო აბსოლუტური ხა ჩემი ყველაზე კარგი გინდა შენი შვილისთვის შენ ხოლმე ძირითადად მშობლები მე ყველაზე კარგი რა არის ჩემი შვილისთვის თავისუფლება ის რაც მას რა თქმა უნდა ის რაც მას უნდა მე როგორც წესი მე არ ვიცი ჩემ შვილს რა უნდა ანუ როგორც წესი ანუ თან რა არის იცი თან რაღაცა ეს ცოტა გულუბრყვილოდ რო შევხედოთ მაგასაც ცოტა ღიმილის მომგვრელი გახდეს ეს ამბავი მე მესმის ხოლმე მშობლების რა იმიტომ რომ მართლა რაღაცა თითქოს აი მზრუნველობით მოსდით მაგრამ ეს რეალურად ხო აფუჭებს მე მახსოვს ბავშვობაში მე მახსოვს როცა უყურებთ ბრაზილიურ სერიალებს ეხლა არ ვიცი სადაურ სერიალებია მოდაში მაგრამ ჩვენ დროს იყო ბრაზილიური სერიალები და სულ მიყვარდა ხოლმე რომ ვუყურებთ ეს დიდი ოჯახების კულტურა რო ქონდა, დიდი სახლები ქონდათ და რაღაცა დედა, ბებია ყველასა ცხოვრობს და ძალიან მომწონდა ეს ამბავი. პრაქტიკაში მაგას საქართველოში პრაქტიკა ხო, მაგას ამბობ. საქართველოსა და პრაქტიკაში არ გამოიყურება ეგრე რომანტიკულად ეგ ამბავი. რა შეიძლება ვუთხრათ ხალბატონო ლალი იმათ, ვისაც მაგალითად აი დაუშვათ არ აქვს საშუალება რომ ცალკე ცხოვრობდნენ. ხო არის ესეთი ოჯახი ჩვენ გარშემო ბევრი. რა შეიძლება უთხრათ, როგორ იმუშაონ თავიანთ თავებზე, იმისთვის რომ ეს ყველაფერი მათთვის სტრესული არ აღმოჩნდეს
და რა შეიძლება უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობს ამ ოჯახში. რა სად უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთი? ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების დაცვა ამ შემთხვევაში, რომ ერთმანეთის საზღვრები არ დავარღვიოთ და ადამიანი, რომელიც არის ზრდასრული, მივცეთ საშუალება ისე იცხოვროს, როგორც მას უნდა. და ოჯახში, ყველა ოჯახში როლები უნდა იყოს გადანაწილებული, არ უნდა იყოს არეული. დედა უნდა იყოს დედა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ხშირად არის რომ ბებიაა დედა. ბებიაა დედა, კი. მამა უნდა იყოს მამა. ის როდესაც მე ვიცი რომ მამა ვარ და ჩემი მოვალეობაა მაგალითად რომ ფინანსები მოვიტანო ოჯახში, თქვათ გარეთ გავიდე პროდუქტი მოვიტანო, დედა მესაკეთოს, ან შეიძლება პირიქით. უბრალოდ უნდა ვიცოდე რომ მე ამას ვაკეთებ, შენ ამას აკეთებ და ეს უნდა იყოს თანაბარი. ოღონდ იმის კეთება, რაც მე მაგალითად არ მომწონს, ხო? და შეიძლება არ მინდა ეს ნაგავი გადავყარო, მაგრამ სამაგერო სხვა რამეს გავაკეთებ. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ავალდებულებს მაგალითად მეუღლე რომ შენ ეს უნდა გააკეთო, მაგრამ ეს არ მომწონს. აი ჩემთვის რაღაცნაირად და შეიძლება შევთანხმდეთ რომ მე ის გავაკეთო რაც მე გამომდის, რაც ჩემთვის უფრო მისაღებია და შენ გააკეთო ის რაც შენ გამოგდის. თუმცა ხშირად არის რომ შეიძლება არც ერთს არ გამოგდის. ხო, კი ბატონო. როცა არც ერთს არ გამოგდის, ამაში ვერთანხმდებით, მაშინ შევთანხმდეთ რომ თუნდაც რიგრიგობით გავაკეთოთ ეს. რაღაც ბავშვები მარტო დედის საქმე არავითარ შემთხვევაში არ არის. რა თქმა უნდა და სხვათა შორის ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც რომ რაღაცა ბოლო პერიოდის ტენდენციები ძალიან აქტუალურია ის რომ მამები ძალიან ყოჩაღობენ და ძალიან მიხარია ესაბა. მადლობა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ბავშვზე ცალსახად აისახება ის რაც მის ოჯახში ხდება. როგორ პოზიციაში ამ დროს ბავშვი ქალბატონო. ერთი არის მე და მეუღლე რაზე ვთანხმდებით, რაზე ვერ ვთანხმდებით, ბებიებთან, ბაბუებთან თუ ცალკე და ამ ყველაფერს როგორ ხედავს ბავშვი ოჯახში? ეს არის კიდევ საინტერესო. იცი რა, ბავშვი ძალიან მწვავედ აღიქვამს თუ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა, როცა უფროსებს შორის არ არის ნორმალური ურთიერთობა, ბავშვი რით ისწავლობს ქცევით. მე ეს გადააქვს თავის ოჯახში და ამიტომ ეს ის რომ თქვა შეცდომის დაშვება მე შემიძლია და შენ შეგიძლია, ეგ ბავშვმა უნდა იცოდეს და მაგაზე კიდე ერთი ამბავი გამახსენდა, მოგიყვები ძალიან საინტერესო. მოკლედ, ინგლისში არის ერთი ოჯახი, სადაც სულ სიამოვნება აქვს, უჩხუბობენ, სულ რაღაცა ვერ ლაგდებიან და თოლე უნება ქმარს რომ იცი რა, უკაცო, აი ეს ჩვენი მეზობლებიო, რა გადასარები ურთიერთობა აქვთო და წადი ერთი გაიგეო, როგორ ახერხებენო ამ ყველაფერს. წავიდა ეს ქმარი, მოკლედ და სანამ შევადა და უკაკუნებს ფანჯრიდან შეიხედა და დაინახა რომ ოჯახის დიასახლისი რაღაც ძალიან ძვირფას ვაზას ამშრალებს. ამ დროს რეკავს ტელეფონი და დედა ეძახის შვილს რომ ტელეფონი აიღეო. ბავშვმა არ მიაქცია ყურადღება, მამან დადო ვაზა და გავიდა ტელეფონის ასაღებად. ეს ვაზა ცოტა უხერხულად დადო. ამ დროს შემოდის ქმარი, რომელმაც ვერ შეამჩნია ეს ვაზა, რომ ცუდად იყო დადებული და წამოვედო და გადმოგდო და გატეხად და ვაიმეო, ვაზა გავტეხეო და ამ დროს ცოლი შემოდის და დიდი ბოდიშიო, ჩემო სიცოცხლეო, რა ეს შენი საყვარელი ვაზა გავტეხეო. ცოლმა უხრა პირიქით ბოდიშიო, მე გიხდი ბოდიშსო, რომ ესეთ ცუდ ადგილას დავდე ვაზა და შენ ესეთ გაჭამავდე. ამ დროს შვილი შემოდის, მე რო ტელეფონი ამეღო, ეს არაფერი ხო არ მოხდებოდა და ბოდიშს გიხდითო. დაბრუნდა ეს კაცი სახში და ცოლი ეუბნება, რომ აბა რა გაიგეო, რატო არიანო ესეთი ბედნიერები და ესეთი ტკბილი ოჯახი რატო აქვს? ერთი ორაც გავიგე, იქო ყველა დამნაშავეა და ჩვენთან ყველა მართალია. აი ეს ხომ არ ხდება ხოლმე. აი რა ისტორიაც მოყევით, აი ფანჯარაში რო ვიხედებით ესეთ რაღაცას ხო ვერ ხედავთ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ეს მოჩვენებითია, რაც გარედან გვეჩვენება, რომ ყველაფერი იდეალურად არის. ძალიან იშვიათად არ არსებობს. არც უნდა იყოს, არც უნდა იყოს იდეალური. რა უბედურება ეს ბედნიერი ცხოვრება, გასაგები. აი ცოტა ჭუბი, მე ცოტა შერიგება რა ჯობი. უ კარგად რანაირად შეიძლება იყოს, ხარი. რა თქმა უნდა, ბავშვმა ის კამათიც უნდა დაიდახოს ოჯახში, იმიტომ რომ არ ეგონოს, რომ იდეალურია ეს სამყარო და გარეთ რო გავიდა და თვითონ კამათი მოუვიდა და რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში ყველაფერი მოსულა. მე უფლებამა გავბრაზდე, უფლებამა გაღიზიანებული ვიყო, უფლებამა გვიზარმაცო, უფლებამა ხანდახან სახლი არ დავალაგო. რა ვიცი, რაც მინდა. ჩვენ გვაქვს ყველაფრის უფლება, თუმცა ეს უნდა იყოს დაბალანსებული რა. უკიდურესობა არც ერთ მხარეს არ ვარგა, მე რომ მარტო სულ ვისეირნო, არც ეს არ გამოვა და რა ვიცი, აი მე ძალიან მომწონს, როდესაც ოჯახს აქ, ოჯახებთან მუშაობ მე და ჩემი სფეროა და აი ძალიან მიყვარს, როდესაც მოდიან წყვილები და ჩვენ მუშაობ და უბრალოდ რა აღმოჩნდება ხოლმე, იცი, უბრალოდ ერთმანეთს არ უსმენენ. ხო. ძალიან ხშირად, როდესაც
არის ესეთი პირობა, როცა ერთი ლაპარაკობს, მეორე უსმენს და ესეთი შემთხვევა მქონდა, წყვილი იყო მოსული და ერთი და იგივე ამბავს ყვებიან. ოღონდ ვერც კი მიხვდები, რომ ეს ერთი და იგივე ამბავია, იმდენად სხვანაირად ხედავს ქმარი და იმდენად სხვანაირად ხედავს ცოლი. და ამ დროს ერთი და იგივეზე ლაპარაკობენ და ამ დროს მოусმენ კითხვებს დავსვამთ და გაირკვევა, რომ შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე რამეზე ვსაუბრობთ, მაგრამ აცდენა გვაქვს. შეიძლება მეტყველებაში, შეიძლება მიმიკაში, განსაკუთრებით ახალ ოჯახებზე ალაპარაკი. ჩემს ოჯახში მაგალითად ტკბილი რო ნიშნავს მურაბას, ვიღაცასთან ტკბილი ნიშნავს აწამლავს. და არ ვიცით, ხო? აი ეს გავარკვიოთ. რა თქმა უნდა. და ძალიან ხშირად ეს გაუგებრობა, აი ზუსტად იქიდან მომდინარეობს, რომ ერთმანეთსგან არ გვესმის. და რომ მოусმინოთ ერთმანეთს და გავიგოთ, ხო? ისე ლაგდება სიტუაციები, მთავარი ეგ არის რა. მათ შორის ეს ლოგიკა ვრცელდება იმაზეც, აი იმ დიდ ოჯახებზე, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, სადაც განსაკუთრებულად რთულია ხოლმე თანაცვალე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამბობთ ორი ინდივიდის ერთ სივრცეში ყოფნა ესეთი რთულია, იმიტომ რომ ორიოს ჩვენი ჰოპ-ჰოპები გვაქვს. ეხლა რაც უფრო მეტია ესეთი ადამიანი, მეტი პირადი სივრცე იქნება. მანდაც იგივე შეთანხმებაზე სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა მენტალური ღირებულებები აქვს აუტომატურად. კი ბატონო, ძალიან განსხვავებული აქვს ძალიან ხშირად, მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მიღება იმის გათვალისწინება, რომ მან სხვანაირად არ იცის, მან ასე იცის, ასე იცის და მივიღო ისეთი როგორიც არის. არ ვეცადო ურთიერთობას რა ანგრევს, როცა მინდა გადაკეთება და ამასწინათ დიდი შეხვედრა მქონდა ოჯახის თემაზე და ნუ გაზიარება თხოვე ადამიანებს და ერთ-ერთმა ბიჭმა აიწია ხელი და თქვა ასეთი რამ მოყარო რაიონიდან არის, ჩამოვიდა თბილისში, ძალიან კარგი კარიერა აწყო, ადამიანი შეუყვარდა და მშობლებთანო ჩავდიოდიო ახალ წელს და ჩავდიოდი აღდგომას და ნუ რაღაც წელიწადში სამჯერ თავის მშობლებთან. და ვთვლიდიო, რომ ეს ძალიან ნორმალური იყო და როდესაც ბავშვი შემეძინაო და ხელში დავიჭირეო, პირველად მისი აღუ გავიგეო და უცებ მივხვდიო, რომ ეს რა ემოციაო, ეს რა გრძნობაო და წავედი იმ წუთას ჩემ მშობლებთანო, ჩავედი და უთხარიო, რომ აი ეს 3-ჯერ 4-ჯერ წელიწადში ნახვა მე არ მაკმაყოფილებსო. იმიტომ რომ მე მინდა ჩემმა შვილებმა მიიღონ ის სითბო და სიყვარული ბებიისგან და ბაბუისგანაც და მოკლედ ორ კვირაში ერთხელ მან შაბათ კვირას ოჯახი ჩადის რაიონში, იქ ატარებდა მშობლებს ცრემლები მოადგა თვალებშო და მეც მივხვდიო, რომ როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი, ისე უყვარვა რამ ჩემ მშობლებსო და ეს ურთიერთობა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვისაც და ეხლა როცა მე და ჩემი მეუღლე ან საზღვარგარეთ მივდივართო, ბავშვები უკვე ბავშვები მყავსო, ანუ მეორე შეეძინა, ბედნიერები არიან დარჩენან ბებიასთან და ბაბუასთან. ისინიც ბედნიერები არიან შვილებთან 8 წუთამდე. 5 წუთამდე ჩემდა მე მინდა რაღაცა ერთი ნაწილი წამოვწიო წინ, რომელზეც მე ცოტა ნერვიულობ ახალ თაობაში, იმიტომ რომ ჩემ გარშემო რატომაც ისე არ ვიცი ან გარემოში მაქვს ეს სიტუაცია ან ზოგადად არის. ძალიან ბევრი ოჯახი ძალიან მალე ასრულებს თანაცხოვრებას. რაც მე ძალიან არ მომწონს ხოლმე. აი ზუსტად მანდ მივდიოდი. ჩემი აზრით თანამედროვეობაში ზოგადადაც და მათ შორის ოჯახში შეინიშნება ის, რომ აღარ ვცდილობთ ავიტანოთ და მოვითმინოთ რაღაცები. სამსახურში მაგალითად რაღაცა არ მომწონს, პირდაპირ მივდივარ. რაღაცა იქ სტრესავს, პირდაპირ გავრბივარ. არ ვიცი ეს რამდენად სწორია, იმიტომ რომ მე ამით საკუთარ თავს უწევ ანგარიშს, რომ მე აქ თუ კარგად არ ვარ, რატო უნდა ვიყო? რა თქმა უნდა, ამის სწორი გაგებით. ეხლა ჩემზე თუ ძალადობენ ოჯახში და ეგ კიდე ცალკე ამბავ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვამბობ, აი კონკრეტ ტოქსიკური ურთიერთობით თუ ტოქსიკური ვითარებით რო იფუთება სამსახური, ოჯახი, მეგობრობა რაღაცები და მაშინვე გავრბივართ, იმიტომ რომ ამას ქვია ვეძახი ტოქსიკურს. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამტანობის და თმენის ვალდებულება სწორად გვესმის. აჩო ნახე, პირველ რიგში მოდი ვთქვათ, ოჯახი რატო იქმნებოდა? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით, ხო? უნდა ქალს შეენახა ცეცხლი, მამაკაც მოიტანა ნანადირები, რომ ერთად ეცხოვრა და ცხოვრების საშუალება ქონოდათ. პრინციპში მე-20 საუკუნემდე ფაქტიურად ოჯახი ასრულებდა იმ ფუნქციას, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით. აუცილებელი იყო, რომ ის ფუნქციები, რაც მათ ფუნქციური სწორი გადანაწილება და დელეგირება. აუცილებელი იყო, იმიტომ რომ სხვანაირად მარტო ადამიანს ძალიან უჭირდა. ეხა ეს საჭიროება აღარ არის, მარტოც მშვენივრად ახერხებ ცხოვრებას და აი ამან ფაქტიურად ის ფუნქცია ოჯახს დაუკარგა და ამიტომ ახალი ფუნქცია, ახალი არა, უпростоრედ მთავარი ფუნქცია უნდა გახდეს და არის კიდევაც სიყვარული და ემოციური ურთიერთობა, ემოცია. იქ ოჯახში სადაც ემოცია არ არის,
ის ოჯახი არ არის. ნახე, ბავშვები რაღაცა და საერთო ინტერესები. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ადამიანთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ინტერესები გქონდეს. იმიტომ რომ შენ რო ალთას ხარ და მე ბალთას და გადაკვეთის წერტილიც არა გვაქვს, ცოტა ხანში ეს ერთმანეთი ნახე, 3 წელი ეს სექსუალური ლტოლვა არის. მერე ეს თანდათან ქრება და გადადის უკვე პატივისცემაში, უკვე გადადის აი ერთმანეთის აღიარებაში, გადადის ერთმანეთზე ზრუნვაში. ამ 3 წლის მერე თუ ჩვენ ერთ მხარეს ვიყურებით და საერთო ინტერესები გვაქვს, ძალიან კარგი, ჩვენიერი ოჯახი გვაქვს, თუ საერთოდ შენ სხვაგან იყურები და მე სხვაგან ფაქტიურად გადაკვეთის წერტილი არ გვაქვს და არაფერი აღარ გვაქვს. შესაძლებელია რომ ეგრე იყოს ხოლმე. ხო და ამიტომ როცა ოჯახს თავიდანვე ვიფიქროთ, გვაქვს ეს გადაკვეთის წერტილები, თუ არა გვაქვს და ოჯახი გვინდა შევინარჩუნოთ, მოდი რა დავფიქრდეთ, რომ აი რაც მას მოსწონს, იქნება მეც მოვსინჯო და დამაინტერესოს. ვეცადოთ რომ ორივე ორმხრივია, ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ, ხო? აი ერთი ქალი იყო ჩემთან მოსული და აი ჩემი ქმარი ასეთია, უყურადღებოაო, მოვაო დაღლილიო, არ მაქცევს ყურადღებას და შენ რას აკეთებ მეთქი? რა თქმა უნდა, მეც იგივეს ვაკეთებო. მაიგნორებს, ვაიგნორებო. არ გააკეთებ საქმეს, არ გავაკეთებო. ესე არ გამოდის რა. ნახე, შენ შეიძლება შენი დამოკიდებულებით, შენი სითბოთი, შენი ყურადღებით ეს შეცვალო. ამ ადამიანმა დაინახო სხვა მხარე, ჯიბრით ოჯახი არაშენებულა და ამიტომ ნახე ვეცადოთ, რომ ვიურთიერთოთ ერთმანეთში და ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია, ვილაპარაკოთ აუცილებლად და მოდი რა მე გაუკეთო ის რაც მე მინდა რომ გაუკეთო. ოჯახი რა არის? გაცსიყვარული რა არის? ერთმანეთზე ზრუნვა. სადაც ჯიბრის ადგილი არ არის. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ ოჯახი შეინარჩუნო. როგორ? საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება უნდა შეგეძლოს და უნდა ისწავლო ეს. რა? ცოტა რთულია, ორაზროვანია ეგ არ ვიცი. შევედა. ეხლა ჩვენ ცოტა ხანი რეკლამაზე გავაკეთე ნიუს დაუშვით. მე როგორც ვატყობ ანგასთან ლალის სალაპარაკო.